ერთმა დაგლოცოთ, ერთმა დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ, ძვირფასოს მეგო და დებო, მრავალ ხარებას სიხარულით დაესწარით თქვენ და ყველა თქვენი მოყვასი, ჩვენი სამშობლო, ჩვენი დედა ეკლესია და მთელი საქრისტიანობა. დღეს ხარების დღესასწაული თითქოს და თავისებური წინასწარის სინათლეა ხოლმე აღდგომის წინ. რაღაც საოცარი ენით გამოუთქმელი სინათლე და ხალისი ახლავს ხოლმე პირადად ჩემთვის ხარების დღესასწაულს. დღესასწაულია, როდესაც ვერ მოისვენებ. რაღაცა სიხარული თავისით მოდის თითქოს გულში. როგორც განმარტებლები ამბობენ და მამები, ხარების დღესასწაული ჩვენ ხომ ვითვლით ხოლმე დღესასწაულის რიგს. აღდგომიდან ითვლება ყველა დღესასწაული. აღდგომა არის საეკლესიო წლის დასაწყისი. საეკლესიო ახალი წელიც არსებობს სექტემბერში ვზეიმობთ. არსებობს ეკლესიის დაარსების დღე, უდიდესი დღესასწაული დღე მარტვილის ანუ სულთმოფენობისა, საიდანაც ეკლესიის დაფუძნებას ვზეიმობთ და პირველ დღესასწაულად ითვლება და იქიდანაც საკითხავები სხვადასხვანაირად არის ხოლმე გადანაწილებული სახარებისა იქნება თუ 60 კულოსი და ასე შემდეგ. მაგრამ გარკვეული ლოგიკით მამები ამბობენ, რომ ყველა დღესასწაულის დასაწყისი არის ხარება. რადგანაც სწორედ ხარებას მოისმინა ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა ეს სანეტარო სიტყვები, რომ გიხაროდენ მიმადლებულო და ხარებიდან დაიწყო ყველაფერი ის, რასაც ვზეიმობთ. ქრისტეს შობაც, აზრად მიყვანებაც, ფერისცვალებაც, ჯვარცმაც, აღდგომაც, ამაღლებაც, სულთმოფენობაც, ხარება დგას ყველაფრის თავში. სასიხარულო ამბავი. ღმერთმა ქნას და ეს სასიხარულო ამბავი პირველ რიგში ღირსეულად სწორი სარწმუნოებით გაგვესიგრძდანებინოს და მეორე ეს სიხარული მართლა შეგვენარჩუნებინოს და არ დაგვეკარგოს. რადგანაც უფალმა სიხარული მოიტანა ჩვენთვის, მაგრამ არის ადამიანური განწყობა, როდესაც ადამიანი სიხარულს ვერ ინარჩუნებს. პირიქით, სიხარული აღიზიანებს. როდესაც თვალი სიბნელეს არის შეჩვეული, ზოგჯერ სინათლე აღიზიანებს. და ურჩევნია, რომ დახუჭული იყოს ეს თვალი. ასევე არის ხოლმე რაღაცა განწყობები, როდესაც ჩვენ გვიჭირს რაღაცა მივიღოთ. გვიჭირს ზოგჯერ მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ და ვიარსებოთ. რომელი განწყობის გარეშეც არაფერი არ არსებობს. ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის მაგალითი გამახსენდა ახლა და ესეთი ბევრია, უბრალოდ ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია, თითქმის მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და არაჩვეულებრივი პიროვნებაა, შემიძლია ვთქვა, კაცი, რომელსაც შეგიძლია ყველაფერში მიბაძო. რომელსაც შეგიძლია ყველაფერში ენდო. უკეთილშობილესი და უაშკაცესი ადამიანი. და როდესაც იგი აი ამ ჩვენი უბედურების დროს 90-იანებში რასტრიალებდა, როგორც პატრიოტი კაცი წავიდა საომრად, იყო სამაჩაბლოში, იყო აფხაზეთში, იყო თუ სადმე რამე იყო, ყველგან იდგა სამშობლოს დასაცავად და დაიჭრა მე ერთ-ერთ რაღაცა მომენტში და როცა გამოვიდა, მძიმედ არ დაჭრილა, მაგრამ გამოიყვანეს და როცა ჩამოვიდა აქეთ, ასე ვთქვათ, მშვიდობიან რაიონებში, ისეთი აგრესია მქონდა კაცი, რომელიც იქით არის სიმშვიდის წყარო, მე მგონი ყველასთვის. რომ თვეები თუ ნახევარი წელი თუ მეტი, რომ თოფის მეტი არაფერი ჭერია და მიწაზე ძილის მეტი არაფერი უნახავს. და უცებ გამოვედიო და აღმოვაჩინეო, რომ კინოთეატრი მუშაობს. და რაღაცა კინო გადისო და აფიშაა გაკრულიო. იმდენად ნერვები მომეშალაო, ბიჭო, ესენი აქ კინოებს უყურებენო, ჩვენო იქო რა დღეში ვართო. რომ აი რას გავაკეთებდი მე თვითონ ჩემ თავს აღარ ვეკუთვნოდი. ეს ბუნებრივი რეაქცია შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს არის მასიური რეაქცია, რაც აღრიცხული და აღიარებულია უამრავი ფსიქოლოგისგან, სოციოლოგისგან და ასე შემდეგ. როცა ომის რაღაცა უბედურების მერე ადამიანებს უჭირთ მიიღონ ჩვეულებრივი დაწყნარებული ცხოვრება. სკოლაში ფიზიკის მასწავლებელმა ერთხელ ესეთი ცდა გაგვაკეთებინა, ძალიან სამი წყალი დავდეთ.
ერთი იყო ძალიან ცხელი, ერთი იყო ძალიან ცივი და შუაში იყო ოთახის ტემპერატურის წყალი. და ეს ხელები ჩავყავით აქეთ-იქით ამ ცხელ და ცივ წყალში. და მერე რო ჩავყავით უკვე ჩვეულებრივ საშუალო წყალში, ერთხელ ციოდა და ერთხელ ცხელოდა. ერთ ცხელი მოეჩვენა ეს წყალი, მეორეს ცივი არა და ორივე ჩვენი ხელი იყო, ხო? და ბავშვებს რაღაცა თავისებური გაკვირვება გქონდა. ესეა, ვიღაცა ერთ უკიდურესობაშია, ვიღაცა მეორე უკიდურესობაში და იმას რომ რაღაცა ზოგიერს და რაღაცა საშუალოს ეტყვი, სიმშვიდეს რომ ეტყვი, ზოგჯერ ადამიანს დასაძრახი კი არ არის ეს, მაგრამ უჭირს ამისი მიღება. გამძაფრებული ემოციების, გამძაფრებული განწყობების გამო უჭირს რაღაცა სტანდარტულის, დაწყნარებულის მიღება. მით უმეტეს ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ვიღაცას რაღაც საფიქრალი აქვს, რომ რაღაცა უნდა მოასწროს ცხოვრებაში. ვიღაცას თავისი რაღაც გაღიზიანება აქვს, რომ რაღაცაში არ გაუმართლა და უნდა თავის თავს დაუმტკიცოს, რომ ის თუ არ გამოუვიდა, სხვა რაღაცა გამოუვა. ვიღაცა და მოკლედ, რა ვიცი, მიზეზი შეიძლება და საბაბი მილიონნაირი იყოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თითოეული მათგანი იმ დაწყნარებულ მშვიდობიან განწყობას ხელს უშლის, რომლის პირობებშიც არის შესაძლებელი რამე გაკეთდეს. როგორც მცენარეები, რო ცივა, არ იზრდებიან, არ ყვავიან, არ მწიფდებიან, რო ცხელა ანალოგიურად, არ ყვავიან, არ მწიფდებიან, არ იზრდებიან. იმას ჭირდება თავის საშუალო ტემპერატურა, როცა ნებისმიერი მცენარე, ბაღის მცენარე იყოს, რომელსაც იქით უვლი. წყავს, ხლავ, ყველაფერი. მაინც თუ ზედმეტი სიცხეა, არ იზრდება, არაფერს არ აკეთებს, თუ ზედმეტი სიცივეა, ანალოგიურად არაფერს არ აკეთებს. ყველაფერს ჭირდება ეს ოქროს ზომიერება. და აი ამისი წინვალე და დიდებული მაგალითი არის კაცთა შორის უდიდესი და არა მარტო კაცთა შორის, არამედ სერაფიმებზე და ქერუბიმებზე უზესდაესი და უაღმატებულესი დედა ღვთისმშობელი, რომელმაც როცა ეს დიდებული სიტყვები მთავარანგელოზისაგან მოისმინა ხარებისა, რომ იგი შობდა ძეს, რომელიც იქნებოდა მთელი კაცობრიობის მხსნელი, დასვა კრიტიკული კითხვები. ღვთისმშობელი არის ჩვენთვის, მრევლისთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანიც, ხო? მას ხო ვართან ერთად. და ღვთისმშობელი კითხვებს სვავს. და ინტერესდება რაღაცა ამბავს, რომ მეუბნები, რომ ასე და ასე უნდა ვიფიქრო, მით უმეტეს საღვთო ამბავში, მით უმეტეს გადარჩენის ამბავში. იმიტომ რომ ჯერ ძველი აღთქმაა, ხო, ღვთისმშობელი ძველი აღთქმის ადამიანია იმ დროს. და მესიას ელოდება ისიც როგორც ყველა და უცებ ხარება მოდის, რომ აგერ მესია დაიბადება შენგან ასე. იგი კითხვებს ასვამს. ყველას ამაზე გვაქვს დაყრდნობილი ჩვენი იმედი, რომ ამითი უნდა გადავრჩეთ და ეს როგორ იქნება? მე პირობა მაქვს დადებული, რომ მამაკაცი არც ვიცი და არც მეწოდინება, ქალწული ვიქნები მარად. და როდესაც მთავარანგელოზისგან აი დიალოგის ამ კითხვა-პასუხის შემდგომ მიიღებს გამაჯერებელ პასუხს ყველაფერს, თვითონ ამბობს ისევ, რომ აჰა, მხევალი ღვთისა, იყოს როგორც უფლისნება, ღვთისნება და ასე შემდეგ. იქაც სანამ თავისი თანხმობა არ იქნება, არაფერი არ ხდება. და ეს არის ჩვენთვის სამაგალითო და სანიმუშო. ერთის მხრივ როგორი ყურადღებიანი და დაკვირვებული მრევლი უნდა ვიყოთ, რომ რამდენ რაღაცას გავიგონებთ იქ ვიღაცის გამოცხადებაზე თუ რაღაცის წინასწარმეტყველებაზე თუ ასე შემდეგ. იმიტომ კი არა რომ გამოცხადებები არ ხდება. იმიტომ კი არა რომ წინასწარმეტყველება არ ხდება და სასწაული არ ხდება და ყველაფერი. იმიტომ რომ მართლა დიდი სიფრთხილე უნდა გქონდეს ჩვენ, რას მივიღებთ და როგორ მივიღებთ და როგორ დონეზე მივიღებთ და როგორ არ გავითვალისწინებთ კიდევ. რომ ეს სიფხიზლე, ეს მღვიძარება არასოდეს არ მოიშალოს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. ღვთისმშობელმა ერთის მხრივ ეს კრიტიკული კითხვები დასვა, მეორეს მხრივ საოცარი მორჩილება გამოავლინა და თავისი ნებაყოფლობით გადადგა ყოველი ნაბიჯი, იყოს მხევალი, აჰა, მხევალი ღვთისა, იყოს როგორც ღვთისნება. ანუ მასში თანაბრად იყო შეზავებული ეს სიფხიზლეც, მღვიძარებაც, ასუხისმგებლობაც და თავმდაბლობაც. თუ მხოლოდ ერთი იქნება, ხო?
თქვათ მარტო კრიტიკული აზროვნება, ამის მეტი რა გვინახავს ადამიანებს, რომ არაფერი არ აკმაყოფილო. რო ეტყვი აი თვარეო და ვიმე რანაირი თითია, იქით არ გაიხედავს. ესეთით გვინახავს და ისეთით გვინახავს, რომელიც რამდენი რაღაცას მოისმენს, იმდენი არ ვიცი ამას უკვე თავმდაბლობა დავარქვათ თუ რა დავარქვათ, იმდენი ყველაფერი ჯერა. და რაღაცო გვაფრთხილებს, თავად უფალი რაღაცო გვაფრთხილებს 1000 ჯერ სახარებაში, რომ გამოიკვლიეთ, რომელი სულისანი ხართ თქვენ და რომელი სულისანი არიან სხვები. მრავალი იქნებიან ცხრუ წინასწარმეტყველნი, ცხრუ მოძღვარნი და მრავალ დაწუნებულ. Რაღაცო ამბობს უფალი, რომ ხიზლად იყავითო, რაღაცო ამბობენ მოციქულები, რომ გამოიფრდიდით ჟამთა, ანუ გამოიკვლიეთ დრო როგორია. რადგანაც ჟამნი ბოროტნი არიან ზოგჯერ და თქვენ იმ ბოროტ დროებაში სული, გული და ყველაფერი არ დაკარგოთ და ტყვეობაში არ ჩააბაროთ ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამიტომ აი ეს ოქროს ზომიერება ეს არის დასაბამი იმისა, რომ ხარება უბრალოდ ხარებად კი არ დარჩება რაღაცა რომ გაგიხარდა, არამედ იგი გაგრძელდება ფერიცვალებაში, ჯვარცმაში, მაგრამ აღდგომაში, ამაღლებაში და სულთმოფენობაში. თორემ ჩვენ როგორც მრევლიც ჩვენთვის რატოა ეს დღესასწაულების ციკლი, ეს თავისებური კასკადი? იმიტომ რომ ჩვენ ამას მივყვებით ყოველწლიურად, აი ესე თითქოს წრიულად, მაგრამ ყოველწლიურად ვითარდებით და რაღაცას სწავლობთ, რაღაცა არ უნდა შეგვეშალოს, იმას ვიგებთ, რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ამას ვადგენთ და ეს არის ჩვენი სულიერი განვითარების რაღაც საფეხურები და ეტაპები და გზა. თორე სხვანაირად ჩვენც გამოვა ისე, რომ უბრალოდ მარტო ხარება მოვისმინეთ. ერთ დღეს გავიგეთ, რომ ეკლესიაშია სულის გადარჩენა, მოვირბინეთ აქ, მაგრამ იმის იქით აღარ გავგრძელებულ ვართ. უბრალოდ გვიხარია და უბრალოდ ხო არ გვიხარია. ჩვენ მივყვებით ამ გზას, ხარების მერე შობას, შობის მერე ეგვიპტეში დევნულობას, ეგვიპტეში დევნულობის მერე ჩამოსვლას და საკუთარ ბინაში ვერ დაბრუნებას და სხვა ქალაქში დასახლებას, იმიტომ რომ ნაზარეთში დასახლდნენ, რაგიღა ბეთლემში მაინც საშიში იყო დასახლება და ასე შემდეგ. ჩვენ მივყვებით აი ამ სულიერ გზას, ჩვენ სულში, ჩვენს ერთობაში. და აი ასე მივდივართ ჩვენს ინებოს უფალმა ჩვენი სულიერი აღდგომისა და გამარჯვებისაკენ. და შეგვეციოს უფალი ყველას, რა თქმა უნდა, ბრძოლის დროს ბრძოლა და ხან ისე იქნება, ხან ასე იქნება. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუ კი ბრძოლის ბოლოსო ვინმეს ვნახავთ, რომ იარაღიც თანა აქვს, აბჯარიც ზედა აქვს, სუფთა გაკრიალებულია და ასე შემდეგ, ესე იგი იმას საერთოდ არ უბრძოლია. თორემ ვინც იბრძოლა, იმას იარაღი გატეხილი აქვს, აბჯარი მოგლეჯილი აქვს, გატალახიანებულია, სად თავი აქვს გატეხილი და თავისი სისხლი აქვს მოცხებული თუ მტრისა ვეღარ გაიგებ. ვინ დაგინდობდა იქ რო ხარ ბრძოლაში? ვიღაცა თუ დაგხვდება და გეტყვის რომ აგერა ვარა, გაპიწყინებული რა ვარც გამიშვით, ისე ჩამოვედიო. ესე იგი საერთოდ დეზერტირია. ესე იგი არ ჩაერია იმ ბრძოლაში. რა ვქნათ, ბრძოლა. კი, ძალათი ნუავტეხავთ ნურაფერს. ქრისტიანი მშვიდობის ყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ვერ ავწდებით ამ დროჟამის სიბოროტეს. და ვიყოთ ამიტომ ოქროს ზომიერებაში და იმ თავმდაბლობაში, რომლითაც ღვთისმშობელი გახდა ღირსი, მოესმინა ეს ძვირფასი სიტყვები, რომ გიხაროდნენ და რითაც ყველა ჩვენგანისათვის გაიღო სიხარულის კარი. ეს ზომიერება რო არ დავიცვათ და მარტო კითხვებისკენ და ის რა ქვია რაღაცა ჩხიკინისკენ ვიყოთ განწყობილები, ვიქნებით ისე, როგორც უფალმა თქვა, რომ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არ ჭამდა, არ სვამდა, არ ეცვა და იძახდით ეშმაკისგან არისო, მოვიდა ძეკაცისა, ჭამს, სვამს, თქვენ გვერდით ტრიალებს, არავის არერიდება, იძახით ეშმაკისგან არის. რა გინდათ? უბანში მჯდომარე ყმაწვილებს გავხართო, რომლებიცო გამომლელს უსტვენენო და ყველას რაღაცა მიზეზს უპოვიან და წამოაძახებენ. ბირჟა ვიკებსო რა დღევანდელი. არ ვერჩი არავის თითოჯერ ყველა დავდგაროთ. ამიტომ აი ეს განწყობაა გახწერილი, რომ მოვიდა აგერ იოანეზე მეტი მმართველი ვინ გინდა იყოს, აგერ ანგელოზის ფრთებით იხატება, როცა იხატება იმდენად წმინდა ცხოვრება ქონდა და ყველა მონაზვნის წინასახია და მფარველია იოანე წინამორბედი და
და აგერ ძეკაცისა, რომელიც ყველასთან უშუალო, ყველასთან გახსნილი, ყველასთან მიდიოდა, არავის არ ერიდებოდა, მეძავს, მეზვერეს, ფარისეველს, სადუკეველს, ყველასთან თანაბარ ურთიერთობაში იყო, მაინც ეშმაკისგან არის. არ გინდა უბრალოდ ეგათქვით, ორი, მიზეს ყოველთვის იპოვდა. ამიტომაც ჩვენც აი ეს ოქროს ზომიერება, ოქროს გონიერება დავიცვათ, რომ შევძლოთ და აი ამ ხარების მონაწილეები ვიყოთ და არა უბრალოდ რაღაცა ერთჯერადად გავიხაროთ, არამედ როგორც ეს სიხარული გაგრძელდა და გამარჯვებით დაგვირგვინდა, რა თქმა უნდა დიდი ბრძოლის კაცობრიობის ისტორიაში განუმეორებელი მსხვერპლის ფასად. ასევე ჩვენც გავიაროთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გოლგოთა, იმისათვის რომ აღვდგეთ ღირსეულად და უფალმაც ერთ დღეს ინებოს თავის კაცთმოყვარებით და გვითხრას, რომ მოვედით ჩემ და კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული ადგილი. სხვა ადგილს ნუ დაუწყებთ ჩვენ ძებნას, დაუწყოთ იმ ადგილს ძებნა, რომელიც ჩვენმა მამამ გაამზადა ჩვენთვის. გაიხარეთ, გაძლიერდით, მშვიდობა და სიხარული არ მოგაკლოთ უფალმა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ხარების დღესასწაულს. განსაკუთრებით გაბრიელებს უყვართ ხოლმე მილოცვა და თუ ვინმეა გაბრიელი ტაძარში, იმათ ულოცავ კიდევ. ხვალ ლოცვა იქნება ჩვეულებრივ, ზეგ ოთხშაბათს იქნება დილით ლიტურგია პირველშეწირულისა თავის შესაბამის მსახურებასთან ერთად. ხუთშაბათს 4 საათზე გვექნება ზეთის კურთხევის, ანუ შვიდგზის ზეთისწყების საიდუმლო, ვისაც აქვს კურთხევა სურვილი და საშუალება მობრძანდეს, ჩავატარებთ. პარასკევს ლოცვა იქნება, შაბათს წირვა, შაბათს უკვე ლაზარის შაბათია, თავდება დიდვარყო ამ შაბათ კვირას და შაბათს ისევ ლოცვა და კვირას დღესასწაული მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, ანუ ბზობა. ღმერთმა მშვიდობით დაგვასწროს მრავალს, გაიხარეთ და გაძლიერდით. ჩვენთან არის ღმერთი.